მარჯობა, მოგესალმებით. როგორ ხართ? ძალიან მომინდა თქვენთან გასაუბრება. ჯერ დავწვიქი. დავიფიქრე. დაღლილი რაღაც დამიზარა ყველაფერი. სტრიმის ჩართვა კი მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე, ჯობია დავიძინო და შევირგო ეს ბავშვები რომ დავაძინე იმის მერე. დავწვიქი ვიძრიალი და მაინც გადავწყვიტე რომ ჩავწერო ეს ვიდეო. ხო და ჩავწეროთ ეს ვიდეო. მე კარგად ვარ. დავკითხოთ როგორ ვარ. კარგად ვარ. ხან ისე ხან ასე, ხან დაღლილი, ხან გადაღლილი. მაგრამ შეძლების დაგვარად როგორც ვახერხები, სიმცდილობ ხოლმე რომ გამოვიძინო და ვისვენო რაღაცა ელემენტარული, რაც აუცილებელია და საჭიროა იმისთვის, რომ კარგად ვიყო. ეს არის მობილურის დამჭერი უბრალოდ დამეზარა ის განათების დაგმა აქ და გამაგრძელებელიც მაქვს და ყველაფერი, მაგრამ ჯერ ჩემი კუთხე ვერ მოძებნე, ესე ვთქვათ. რაც შეეხება რაზე მინდა საუბარი დღეს ძალიან შევწუხდი, მოკლედ ძალიან შემაწუხა დღევანდელმა ვიდეომ, სადაც თქვენც ნახავდით Facebook-ზე რომ გავრცელდა ეს ვიდეო. დილით შემხვდა სადღაც დილით არა, სადღაც შუა დღისკენ ალბათ. მახსოვს მოკლედ. სადაც ბავშვები გამოდიან, ღირიან პირდაპირ ეთერში, პირველ არხზე, რომელიღაც არხზე. პირდაპირ ეთერი იყო, თურმე ბავშვთა გუნდი მღერის უფროსებთან ერთად და ჩვეულებრივად ერთ-ერთ ბავშვს გული მისდის, გონებას კარგავს მოკლედ და მთელი პირდაპირ ინერციით ენარჩება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იცით, როგორ ხდება ეს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისმის ხმა დავარდნის კარგი სმენა მაქვს და მე მგონი სხვა ბევრი ადამიანიც არ ცდება, მანასაც უარყოფენ რომ თითქოს ვერ შეამჩნიეს კომენტარები ვნახე საღამოს, ახლა უფრო რამ არ მომასვენა, იცით. რა თქმა უნდა, მასიურად ყველანი კომენტარებში შევთანხმდი და საერთოდ ვინც ნახა ეს ვიდეო, ყველანი შოკირებული და აღშფოთებული და პირადი მიმოწერებიც კი დღეს იმდენი მესეჯი მომივიდა მეც და ერთმანეთს უზიარებდით, რა არის ეს, რა მოხდა, ვერ ვიჯერებთ, ნახეთ, მაგრამ არ ვგჯერა. ვიცით რომ ეს მოხდა, მაგრამ არ ვგჯერა და რა არის ეს, რატომ მოხდა ეს. მაგრამ საღამოს შემხვდა, რომელ გადაცემაშიც იყო ეს, ერთ-ერთი წამყვანია, მე მგონი, საერთოდ არ ვიცი რა გადაცემა, არც ვუყურებ ამ არხებს, მაგრამ კომენტარი რომ ესე არ არის თურმე როგორც ჩვენ მგონია და შეუმჩნევიათ და რაღაცა. ამან უფრო გამაბრაზა ცოტა ისეთი ნათქვამი არის, როგორ, არ ვიცი, როგორ უნდა. მოკლედ ბავშვები დარწმუნებული ვარ, ბავშვები რომლებმაც დაინახეს და გაიგეს თავიანთი მეგობრის, თანაგუნდელის ეს სცენა, როგორ წავიდა მთელი ინერციით ბავშვი და დაენარცხა, იქ არ ჩანს მერე წევს, იქ წამოდგა ზის, თუ რას აკეთებს, არ ჩანს. მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეიძლებოდა რამე ძალიან სერიოზული ყოფილიყო აი ამ გონების დაკარგვის მიზეზი და
გადამწყვეტი ყოფილიყო ის ერთი წუთიც კი არ ვიცი ადამიანის სიცოცხლეზე არის საუბარი და არ მესმის რა შეიძლება იყოს ამაზე მნიშვნელოვანი და რა უნდა ასწავლონ ამაზე მნიშვნელოვანი ბავშვებს ვიდრე არის ეს და მე დარწმუნებული ვარ ის ბავშვები რომლებიც ირგვლივ იყვნენ და დაინახეს მეგობრის ხო რო ჰქონდათ სურვილი დახმარებოდნენ ჰქონდათ სურვილი რომ რაღაცა შეიცვალათ იმ მომენტში იმ ქმედებაში რაც ევალებოდათ და რომ ეს ნამდვილად არ იყო იმ მომენტში იმ წამისთვის პრიორიტეტი და არც არაფერს არ წყვეტდა ისეც საქვეყნოს ვიდრე ის რაც უნდა გაეკეთებინათ მაგრამ როგორც ჩანს სულ სხვა რამეს ასწავლიან ამ ბავშვებს ეს არის რაღაცის მე ესე დავინახე იცით რაღაცის მორჩილება რაღაცის თითქოს რაღაცას უნდა ბრჭყალებში ემსახურო რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს იმ ყველაფერმა რატომ უნდა ჩაიაროს ეგეც საკითხავია ну კარგი ეს შეიძლება ჩემი განმსახედი იყოს მე ძალიან დამაინტერესა რა სიტყოდა ჩემი შვილი და დავუძახე არ მინდოდა სიმართლე გითხრათ დავფიქრდი სანამ ვაჩვენებდი მეთქი ჩემთვის ძალიან ესეთი იყო ძიმე სანახავი და ორჯერ ვუყურე ჩემით და მესამე იყო რომ ბავშვს ვაჩვენე როგორც კი ბავშვი გონებას კარგავს იმ მომენტში ვაჩერებ ვაპაუზებ ვიდეოს როცა დაინახავს რომ რეაქცია დაინახეს ის ბავშვებმა და რეაქცია ჰქონდათ თავიდან იმ წამს როცა ბავშვი წაიქცა რა თქმა ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ იყო რაღაცა ჰქონდათ ბავშვებს მაგრამ გააჩერეს აი ესე ვფიქრობ რომ უბრალოდ გააჩერეს იმიტომ რომ დაინახეს რომ აი ესევე წინ რო იყურები უცებ და უცებ რო გახსენდება რომ აი პირდაპირ ეთერში ვარ და ახლა ეს არის მნიშვნელოვანი დაინახა ელამ რომ აგრძელებენ ბავშვების სიმღერას როცა ამ ბავშვმა დაკარგა ერთმა ბავშვმა დაკარგა გონება და წაიქცა ვაჩერებ ვაპაუზებ და ვეკითხები ყოველგვარი კომენტარების გარეშე ყველაფრის გარეშე ვეკითხები ასეთ რამის როგორ ფიქრობდე რა არის მიზეზი იმის რომ ბავშვები ამ შემთხვევაში ბავშვი რომ არის ბავშვებზე გავაკეთე აქცენტი თვითონ როგორ მოიქცევდა რა არის მიზეზი იმის რომ ბავშვები არ გაიცრნენ ადგილიდან არ მივიდნენ მეგობართან არ წამოაყენეს ხო პირდაპირ ეთერში არიან ტელევიზიაში არიან რაღაცა გამოსვლა აქვთ მღერიან პასუხისმგებლობა მაგრამ მიზეზი რა არის იმის რომ აი რეაქცია ასეთი ჰქონდათ და ელამ თქვა ესე მათ ალბათ ისეთი მასწავლებელი ყავთ კაცრი რომელიც როგორც ეტყვის ისე უნდა გააკეთონ ბავშვებმა და ალბათ ბავშვებს არ შეუძლიათ რაიმე თვითონ გააკეთონ ელამ კითხვა რომ მე ჩემს მეგობარს ერთად მღერიან ბავშვები და ამ შემთხვევაში მნიშვნელობაც კი არ აქვს იმას მეგობრები არიან თუ არა იცნობენ ერთმანეთს თუ არა თუნდაც სრულად უცხო ბავშვები რო ყოფილიყვნენ პირველად რომ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ერთი ბავშვი წაიქცეს და დანარჩენებმა აი რაღაცა ის მგონია იცით აი რაღაცა მირაჟი აი მგონია რომ დამესიზმრა რაღაცა კოშმარი რომელიც ესე მშვიდად ხდება ესე მშვიდად და ბოლოს აი ყველაზე უცნაური აი ყველაზე საშინელი იყო ჩემთვის ის რომ აი ბოლომდე მერე გაგრძელება აღარ არის ვიდეო იქ მთავრდება სადაც
აი სიმღერას რო ასრულებენ 3 წუთია რო არის სიმღერა და პირველ წუთში როცა აი 9 წუთის მერე ხდება აი 9 წუთი არის სიმღერა დასაწყისში და ბავშვი კარგავს გონებას და მერე ეს 2 წუთი აგრძელებენ 2 წუთი შეიძლება ცოტა მეტი აგრძელებენ სიმღერას და როცა დაასრულებენ მაშინ აი იქიდან საიდანღაც გაისმის იქ რო იქ მერე ეს უფროსები რომლებიც აქეთ იდგნენ რა ვიცი როგორ ვერ უნდა დაენახათ ან ოპერატორები ხო არიან ვინც იღებს იქ ვიღაცა ხო აკონტროლებს მასწავლებლებიც ხო აკონტროლებენ ბავშვებს მითითებებს ხო აძლევენ მითითებებს შეუძლებელია რომ ეს ვერ დაენახათ შეუძლებელია რომ აქ იყოს შეცდომა ეს არ არის შეცდომა არ ვიცი მთელი დღე ეს მეტრიალებს გონებაში არ ვიცი აი ყველაფერი ხდება მე მესმის არც გულგრილობა მიგვირს არც ის რომ ვიღაცამ შეიძლება გულთან არ მიიტანოს შენი არც გასაჭირი არც ის რომ სადღაც იმ მეტროში რომ ადამიანი გარდაიცვალა ხომ გახსოვთ რო გავრცელდა ვიდეო მაშინ ხომ ალბათ იგივე შეგრძნებები გქონდათ მადლობა ღმერთს აქ არაფერი დამართნია ამ ბავშვს თუმცა მაგის გარანტია და ეს არავის არ ქონდა იმ პირველ წამს რა მოხდა იქ ბავშვს რა დაემართა იქნებ რაღაც ისეთი დაემართა რომ უცებ საჭირო იყოს ასწრაფო დახმარება არ ვიცი შეიძლება წამოყენება ნებისმიერი ქმედება რომელიც დასახმარებლად იქნებოდა ბავშვთან მიმართებაში აი წარმოვიდგინე რომ მე ზოგადად ესე ვარ როცა რაღაცა მოვლენა ხდება ბავშვს ეხება ეს თუ უფროს ადამიანებს ყოველთვის ესეთი შეგრძნება მაქვს ჩემ თავზე განვიცდი აი ჩემ თავს ვაყენებ იმ ადგილას და ვცდილობ არა ეს ავტომატურად როგორ გითხრათ აი ავტომატურად ვგრძნობ იმ შეგრძნებას რასაც ის ადამიანი გრძნობდა და დღეს რა თქმა უნდა ხშირად ვცდილობ რომ გავექცე ამ შეგრძნებებს იმიტომ რომ ძალიან დამღლელია და ბევრ რაღაცას ვამჩნევ და ვხედავ სხვადასხვა ადგილებში როცა დავდივარ და ეს ენერგიას ძალიან აზიანებს ასუსტებს ადამიანს რა თქმა უნდა მაგრამ არის შემთხვევები როცა ვერანაირად ვერ ამ მოვლენას მაგალითად მე ვერ დავაიგნორებ ვერ გავაჩუმებ ჩემს თავში ვერ გავაქრობ ვერ დავაძინებ ამ ფიქრებს თითქოს არაფერი მოხდა ზუსტად აი როგორც მეტროში ადამიანი რო გარდაიცვალა და მნიშვნელოვანი ის იყო რომ აი ერთი ადამიანის გამო ამდენი ხანი გვალოდინეს და რაღაცა გააჩერეს მეტრო აი წარმოიდგინეთ ზუსტად იგივე მოხდა უბრალოდ ამ შემთხვევაში საბედნიეროდ ბავშვს არაფერი დამართნია მეტროში არ იყო სადღაც მეტროში არ იყო ტელევიზიაში იყო პირდაპირ ეთერში და პირდაპირმა ეთერმაც კი და იმის გააზრება რომ პირდაპირ ეთერში არიან და რაც ხდება ამას დააფიქსირებს ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გააჩერა ეს ხალხი და ვერ ჩაადენინა მათ რაღაცა საქციელი თუნდაც იმის გამო რა სიტყვის საზოგადოება რა სიტყვის ან რაღაცა პასუხისმგებლობა ან რაღაცა რა ვიცი რაღაცა კანონი ხო არსებობს რომ ეს არის გულგრილობა ეს არის ანუ ადამიანი რომელიც განსაცდელშია ჩავარდნილი იგნორირება, არ დახმარება, ესეც მე ეს დანაშაულად მიმაჩნია, თუ მე ვცდები, ეს ხო ნამდვილად დანაშაულია. მე სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს, რომ ვერ დავინახე, ეს არის გამორიცხული. მე თუ დავინახე, იქ მყოფმაც დაინახა. მე თუ დავინახე ვიდეოში, იქ ვინც იღებდა მაგ ვიდეოს იმ ადამიანს დაინახა და ვინც გვერდით იდგა და ვინც სხვა ბავშვებს ეძახდა რომ გაიღიმეთ და თან ბავშვებს უნდა გაეღიმათ თან აუცილებელია რომ
გაუბრალდი მოკლედ ძალიან ემოციებში. ხო, სუსტად ვიგრძენი იმ პატარა ანკად გადავიქიცი, ანკა ქვია ამ ბავშვს როგორც გავიგე. კარგად არის ოდნა იმედია რომ ეს სიტუაცია მისთვის არ ვიცი როგორ თქვა, როგორ შეიძლება აი ამის დავიწყება, მაგრამ იმედია გაიაზრებს რომ იმედია არ დაკარგავს იმედს და რწმენას და შეგრძნებას უსაფრთხოების, როცა ის იქნება მეგობრების გარემოცვაში, მასწავლებლების გარემოცვაში, უფროსი ადამიანების გარემოცვაში, საზოგადოებაში. იმედი მაქვს, იმიტომ რომ ასეთი დაუცველობის შეგრძნება, რომელიც მე მქონდა, როგორიც მქონდა, როცა ეს დავინახე და როცა წარმოვიდგინე იმ ბავშვის ადგილას მე ვარ და ჩემი მეგობრები არ იძლიან ადგილიდან, ერთი გოგო იყო, რომელიც უკან ეს ბავშვი რო დავარდა უცებ რეაქცია რამოდენიმე ბავშვს ჰქონდა, მაგას არ ვამბობ და საერთოდ ბავშვებზე არ ვაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ბავშვებს ჰქონდათ რეაქცია, რომელიც იყო გაჩერებული და შეჩერებული და სამწუხაროდ ასეთია მორჩილება და ასეთია ის მორჩილება და ის ჩაგონება, რომ აი რასაც იტყვიან უფროსები და რაც სწორია იმ მომენტში ის უნდა გააკეთო. შეიძლება მასწავლებელი გეუბნებოდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერმა კარგად უნდა ჩაიაროს, მაგრამ აქ არ იგულისხმება არასოდეს არ იგულისხმება ის, რომ თუ ვიღაცა კვდება, თუ ვიღაცას რაღაცა ემართება და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და რაღაცა ისეთი ხდება, რაც სცდება საერთოდ საზღვარს, რომელიც შემდეგ უკვე სრულად უმნიშვნელო არის, სიმღერა არის, ცეკვა არის, თუ რა ვიცი, ფილმი გადის, თუ რა ხდება. არაფერს მნიშვნელობა როცა აღარ აქვს. როცა ეუბნებიან ბავშვებს, რომ აი ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ შედგეს წარმოდგენა, სიმღერა, ნომერი, აქ იგულისხმება დაბნეულობა, რომ თუ დაიბნევი, უნდა გააგრძელო მაინც. როგორც გამოგივა ისე, თუ ფეხი წამოყარი რამეს უნდა გააგრძელო ცეკვა, თუ წაიქეცი ცეკვის დროს უნდა ადგე, აქ იგულისხმება, რომ არ უნდა დანებდე. აქ იგულისხმება, როცა მასწავლებელი გეუბნება, რომ არ გაჩერდე, როცა მღერი, ან როცა ცეკვა, ან როცა არ ვიცი სპორტსმენი თუ ხარ, არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ. მასწავლებელი გასწავლის იმას, რომ არ დანებდე. რომ იბრძოლო იმ მომენტში შენი წარმატებისთვის. აი ეს არის ის, როცა მასწავლებელი გეუბნება, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო, ვერაფერმა ხელი ვერ უნდა შეგიშალოს. მასწავლებელი არ გეუბნება, რომ იცეკვე და იმღერე და გაიღიმე, მაშინ როცა შენი მეგობარი ამ დროს წაიქცევა. ამას არ გვასწავლიან. არა, ეს არ უსწავლებიათ. და თუ ვინმე ასეთ სიტუაციაში ბავშვებს სიმღერის გაგრძელებისკენ მიუთითებს და მიანიშნებს, რომ არ გაჩერდნენ, ბოლომდე იმღერონ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, შეიძლება ზუსტად იგივე სიტუაცია არა, მაგრამ სხვა მრავალი სიტუაციები იქნება ისეთი, რომელიც ბავშვებს არასწორ მაგალითს აძლევს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის რაღაცა ნორმა, რომელიც უნდა გაქრეს. ამ ბავშვებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი მაგალითი. ისინი თავს ძალიან ცუდად იგრძნობდნენ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცუდად გრძნობენ თავს. ახლა თითოეული ბავშვი, რომელიც იქ იყო, საშინელ მდგომარეობაში იქნება ამ კადრების შევყურე, რომ ესე რომ სხვა თვალით დანახული კიდევ უფრო საშინელია ეს იმის გააცრება, რაც იმ მომენტში ესე გულგრილად რო ჩაიარა. და ამ კომენტარებს რო წაიკითხავენ და რო გაიაზრებენ თითოეულად აი ამ შოკს, რომელიც მიიღო, დარწმუნებული ვარ, ადეკვატური ადამიანების რეაქციები ნამდვილად სწორად
იქნება აღქმული ამ ბავშვების მიერ, იმიტომ რომ თვითონაც იგივე სიგრძნობდნენ იმ მომენტში, როცა იქ იყვნენ დარწმუნებული ვარ, უბრალოდ არის ხოლმე, როდესაც ბავშვებმა უფრო კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ და თუ კი ესეთი სიტუაციები არის, იმედი მაქვს, რომ დადგება მათ ცხოვრებაში ისეთი მომენტი, რომ ისინი უფროსებს არ დაელოდებიან, როდის ეტყვის უფროსი, რომ აი ეს გააკეთე ახლა, იმიტომ რომ ეს არის გასაკეთებელი. თუმცა არ ვიცი, მოკლედ ასეთი გულგრილები როგორ ვართ, არა მე არ მივიჩნევ, რომ გულგრილი ვარ, თუმცა იცით რა არის, შეიძლება ყველა ადამიანს რაღაცა გადახდეს, ყველას რაღაცა ვიღაცასთან მიმართებაში, მაგრამ ასეთი რამე ეს თუ დაგემართა და ასეთი რამე გააკეთე, ასე გააზრებულად, როცა ამას გააკეთებ, სინანული მაინც უნდა გქონდეს, სასწრაფოდ უნდა მოიმოქმედო რაღაცა, რომ აუცილებელი ამის გაკეთება იმ ბავშვებისთვის, არა საზოგადოებისთვის, არა შენი თავისთვის, არა იმ ბავშვებისთვის არის აუცილებელი სასწრაფოდ მოიმოქმედო რამე და მოძებნო საჭირო სიტყვები და სინანული და სწორი შეფასება იმ სიტუაციის, რომ რაღაცა მოხდა, ისეთი რაც არ უნდა მოხდარიყო და რაც არ იყო დასაშვები. ეს ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა, გამოსწორება ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ იმას რომ იმეოროს ვიღაცამ რომ არ დაგვინახავს და ვერ შევამჩნიეთ და არ გვიფიქრია რომ რამე ისეთი მოხდა, ეს არის თუნდაც იმ ბავშვების შეურაცხყოფა, მათი ემოციების უგულებელყოფა და დაცემული ბავშვის ხო საერთოდ ესე იგი არანაირად მისი გრძნობები, მისი ეს გამოცდილება, რაც მან მიიღო, იქნება დაუვიწყარი მისთვის. აი ასე. ვერ მოვისვენე. არა და ისეთი დაღლილი ვარ, ლაპარაკიც მიჯერს. ხო, აი ესე ჩემოკარგებო. აზრიც ესეთი შეგრძნება მქონდა, ძალიან შემეშინდა. განა არ მიგრძნია გულგრილობა ადამიანების მხრიდან, მაგრამ ყურადღებაც, ზრუნვაც, სითბოც, სიყვარულიც მიგრძნია და ვიცი. და ამას ვცდილობ, რომ ეს არასოდეს არ დამავიწყდეს, თუმცა ძალიან მტკივნეული არის, როცა ვიღაცისგან მაინც მტკივნეულია. როცა გრძნობ, რომ ადამიანები ესე შეიძლება რომ მოიქცნენ, აი ვიღაცა რო გარდაიცვლება მეტროში და ვიღაც რო შეწყდება, რომ აი როგორ სამსახურში დამაგვიანდა და ერთი ადამიანის გამო მეტრო როგორ გააჩერეთ. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა მიხარია რომ მეწყინა, როცა მიხარია რომ ვიგრძენით კივილი შიში, როცა მიხარია რომ აი ასეთ მომენტებში ყოველთვის ახსენდება რომ მეუბნებიან რატო ხარ მოწყენილი, რატომ გვაქვს შემლენი თვალები, რატომ ხანდახან ძალიან მიხარია ეს. აი ეს არის ის მომენტი, როცა ასეთი რეაქცია რომ მაქვს და თუ ვისაც გქონდა ასეთი რეაქციები დღეს, მიგრძენი რომ არა ვარ მარტო და არ ვართ მარტო. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ვინც მართლა სხვის განსაცდელს მიიტანს გულთან ახლოს და გული შესდგება სხვა ადამიანებსაც.
ძალიან მომინატრა თქვენ საუბარი. მომინატრა ვიდეოების ესე ჩაწერა. მივხვდი რომ მაინც კი მიყვარს გადაღება გარეთ, ყველგან ბავშვებს რომ ვუღები რაღაცა ეს დღეს რომ დავამონტაჟე ვიდეო, მე ვუყურე და მიყვარს ეს რაღაცა შეკრული, რაღაც პატარა ფილმივით რომ არის, რაღაცა მინი ფილმივით, რაღაც ერთი დღე ან რამოდენიმე დღე და საყვარლობა რაღაც დროის მერე რომ უყურებ კიდევ ნახე ძველი ვიდეოები და მაგრამ ჩემი სულისთვის, ჩემი გონებისთვის და საერთოდ იმისთვის, რომ ჩემთვის ეს არის დასვენებაც და რაღაცა თითქოს ხო ეს მაგლია, ძალიან მაქვს ამის დანაკლისი, რომ ესე ვისაუბრო რაღაცა თემაზე. ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაც ესეთ ინფორმაციულს, რაც აი მაგალითად ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველას გვეხება, მეც უყურებ. სხვა ადამიანიც უყურებს და ყველა ხედავს. ასეთ რაღაცებზე ბევრი არ ვისაუბრო და არ შევეხო დიდად ამ თემებს, იმიტომ რომ ისედაც იცით, ისაც თქვენს უსმენთ, მაგრამ მსგავსი საკითხები, რა თქმა უნდა, ძალიან ახლოს არის ჩემთან და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. და მით უმეტეს, როცა ბავშვებს ეხება და ძალიან დიდი პრობლემა არის სხვადასხვა. ლილო გადავიყვანე სხვა ჯგუფში. იმ ჯგუფიდან, სადაც მთელი წელი დადიოდა, ბოლო დროს არ უნდა ბოლო დროს კლასში შესვლა, არ ვიცი, ვეცადეთ გარკვევას და ასე შემდეგ, მაგრამ დიდად აღარ ჩავეციე, იმიტომ რომ რაღაცა მინიშნებები მე თვითონ მენიშნა, რაღაცა მინიშნებები მე თვითონ დავინახე, არა მარტო მე და გადავწყვიტეთ, რომ დირექტორი არის აი არაჩვეულებრივი ქალი, აი ძალიან კარგი ადამიანი. ხო და გადავიყვანეთ სხვა ჯგუფში, ცოტას ნერვიულობდი, განვიცდიდი. ძალიან ჭკვიანი გოგო არის ლილო. ძალიან განვიცდიდი და ნერვიულობდი, მაგრამ რა ვიცი, ალბათ შეეჩვევა. ყველაფერი შემოთავაზა მოკლედ დირექტორმა. ისიც რომ სხვა ჯგუფში გადავიყვანოთ, ისიც რომ იქნებ საზაფხულო ბაღშიც დავარეგისტრირე. ისიც რომ ჩემი ძმისშვილი იქ დადის და იქნებ მასთან იყოს სამზაფხულს და მე სექტემბრიდან უკვე წამოიზრდება უფრო და უფრო აღარ გაუჭირდება. მაგაზეც ვფიქრობ, ჯერ გადავხედავ კიდევ ცოტა ხანი, ერთი კვირა რაც სხვა ჯგუფში არის და იმასეც ვიფიქრე, რომ იქნებ სახლში დავტოვო და არიაროს თქვათ ივლისის ბოლომდე და იყოს სექტემბრამდე, მაგრამ იცით ძალიან მოსწონდა ლილუს და ვიცი რომ მოსწონს. უბრალოდ რაღაცა მიზეზი ქონდა, რომ აღარ უნდა და ახლა უჭირს უფრო თან იქ რაღაცებს სწავლობენ, რაღაც ბავშვებთან ურთიერთობს და ლილუ კიდე ისეთი ბავშვია, მაგალითად ელა არ იყო მთლად ესეთი. კი უყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ ელა უფრო ესეთი იყო. ლილუ არის, ლილუს ძალიან უყვარს ბავშვებთან ლაპარაკი, ბევრს ლაპარაკობს. აი სადმე რომ გსაუბრობთ მანქანით, მარშრუტკით, ავტობუსით, ხალხს ელაპარაკება, ეკითხება რაღაცებს, ძალიან ისეთი აი როგორ გითხრათ, უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. კომუნიკაბელური არის ძალიან და მე ძალიან გამიკვირდა, რომ მთელი წლის განმავლობაში პრობლემა არ ყოფილა, არასოდეს არ ვთქვამთ, რომ აი მაგალითად ლილუს რავი, რამე ისეთი ყოფილიყო, რომ არაფერი. და რო აღარ უნდა, მე მჯერა ჩემი შვილის, რა თქმა უნდა, რომ რაღაცა არ მოეწონა არა, რაღაცა იყო ისეთი, რაც მისთვის ნორმა არ არის. ასეა. ხო, მოკლედ
ესე გადავხედავ ცოტა ხანი, მერე ვატარებ, იქნებ ჩემს შვილთან იყოს ცოტა ხანი. ან ნახოთ დავაკვირდები, მაგრამ როცა ვტოვებ ტირის და მე ძალიან მიჭირს ამის გამო, განვიცდი ძალიან. მერე მშვიდდება მალევე, რაც იქ არ ხდებოდა ეგრე 1 საათი ტიროდა, დიდხანს ტიროდა და ხო, კიდევ ის არის, რომ შუა დღეზე ეძინება, ამიტომ გადავწყვიტე, რომ 5-ის მერე არა, 4 საათზე უკვე გამოვიყვანო. აი, ჭამის დრო როცა აქვთ, იმის მერე გამოვიყვანო, რომ დაიძინოს სახლში და 5-მდე 1 საათი რომ დაიძინოს და საათნახევარი 6-მდე რომ დაიძინოს, ცოტა გადავწევ დროს, ხა ზაფხულია უკვე და 10-ზე ან 11-ზე დაიძინებენ საღამოს და ეგ იქნება. იმიტომ რომ 9-ზე რო ვაძინებდი, ახლა უკვე 10-ზე ვაძინებ, გარეთ თამაშობენ საღამოს. და ხო დღემაც მოიმატა რა თქმა უნდა, ზამთარში უფრო 8 საათზეც დაუძინიათ, როცა ღამდებოდა. როცა ღამდებოდა, მაშინ ვაძინებდი. ახლა 8 საათზე არ ღამდება, არც 9-ზე არ არის ხოლმე ღამე, თუ მოღრუბლული არ არის და რაღაც და ხო, სეზონის მიხედვით იცვლება მოკლედ, მაგრამ ეს არის 1 საათი პლუს მინუს, მაქსიმუმ 2 საათი. ძილს მიჩვეული არის შუა დღეზე ყოველთვის ვაძინებ ორივეს და ამიტომ ბაღში უჭირს იმ ასაკობრივ ჯგუფში, რომელიც მას ეკუთვნის, ძილი არ არის სამწუხაროდ, რომ იყოს ძალიან გამიხარდებოდა, იმიტომ რომ 3-4 წლის ბავშვებიც იძინებენ შუა დღესა და 5 წლის ბავშვებიც. ესე მგონია, უნდა იძინებდნენ. მე ვაპირებ, რომ დავაძინო ხოლმე 5, თუნდაც 6 წლამდე. ელას და ლუკას ყოველთვის ეძინათ შუა დღეზე. და უფრო კარგად, როცა არ ეძინათ, იყვნენ ცუდ ხასიათზე, უფრო გაღიზიანებული და რაღაც. ხო, აი ესე. კარგი, წავედი ახლა. მინდა ახლა დავდო ეს ვიდეო, შეიძლება გვიანი იყოს, მაგრამ ანდილით, ნახოთ, დავამონტაჟებ ახლა. არც არაფერია დასამონტაჟებელი, უბრალოდ ხმას თუ ვთქვათ რაიმე ხმაურისთვის მაცივარი გამოვვრთე, ძალიან ხმაურობს ეს მაცივარი, ხანდახან ვყუბრობ ხოლმე, რომ ლაპარაკობს მეთქი. თან საღამოს დღის განმავლობაში არ ისმის ხოლმე ხმა და სახლს რაც შეეხება, ვეჩვევი. ჯერ კიდევ მომწონს აკავრობა, მაგრამ რაღაცნაირად მეტყობა, ცოტა მეტი დრო მჭირდება, რომ ხანდახან რო ვიღვიძებ ხოლმე, არ ვიცი სად ვარ. იცით, ესეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე. ეს არის ეს გადასვლა, ისე. ესე ჩემკარგება. ეს გვირილები, რომლებიც ვიყიდე. როგორ მიხარია იცით? ესენი ვიყიდე ვაქსელზე. ამ ბიბოს და ეს კითხვა, მიდორი რაღაცა მეგრელები იყვნენ, მოკლედ და მეგრული საუბრები ისმოდა და გავხედე და სულ ბოსტნეული იყო და ხილი და ეს გვირილები ესე ვედროში ჩალაგებული ქონდა და მეთქი რა ის ვეკითხები და 2 თაიგული ვიყიდე. 2.5 ყირდა 1 და მეთქი რა კარგია და ეგრევე ავიღე 2 ცალი და სულ მიდოდა ამეღო ისე და უბრალოდ ვერ წავიღებ, მართლა წავიღებდი და ვაჩუქებდი კიდე სხვებს. და ეს რო ვიყიდე მე რაღაცნაირად მოვუბრუნდი და ვტრიალდი და ვეკითხები მეთქი. აქ მეთქი თქვენ ბოსტნეულს და ხილს ყიდით და გვირილები საიდან აღმოჩნდა მეთქი და ჩემმა შვილიშვილებმა სოფელში დააკრიფესო, გამომიგზავნესო, არა გამომატანესო და დღეში იმდენჯერ მირეკავენ, აბა ბებო რამდენი გაყიდე, აბა ბებო რამე თუ გაყიდე და ვუგროვებო ამ ფულსა და მივცემო. აი ეს. სუნიც აქვს და ისე გონია, რომ მინდვრის სურნელი აქვს. წყალს უცვლი ხოლმე, რომ დიდხანს იყოს ჯერ კიდევ გვირილები, დიდხანს ძლებენ. როგორც ჩანს. ზოგმა მოიწყინა, მაგრამ ესენი უნდა
ახლა კიდევ იმას ვიზამთ ცოტა ხანი იქნება იქ პანჯერასთანაც მაქვს მეორე. რომ ხედავ რაღაცნაირად კარგ ხასიათზე მაყენებს. ასე შემოკარგება. ხო, ვეგუები, ვეჩვევი მაგავრობას. და უბრალოდ გადაღლილი რომ ვარ, ესე მგონია რომ 1-2 კვირა რაღაცა ისე ვიქნები კიდევ. ეს გადასვლა გადმოსვლის დროს იმ ხელა სტრესია ჩემთვის. შეიძლება ხა ვინმე დროს ესეთი გადაღლა რას გულისხმობს, რამე შეიცვალაო, მაგრამ უბრალოდ ადამიანი რო იღლება ჩვეულებრივად მერე კიდევ იღლება კიდე ეს გროვდება, რა თქმა უნდა ეს უკვე სხვა არის. უბრალოდ რაღაცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში რომ ვერ ახერხებ რომ დაისვენო სათანადოდ, ესე ხდება. და გადასვლა გადმოსვლის დროს რაღაცა ისეთი ემოციურად უფრო ემოციურად არის დაამღლელი, ძალიან განვიცდი ხოლმე სადმე გადასვლას. ნამდვილად ესეა. მაგრამ გულში გავიფიქრე ხა რაღაც და არის იცი მჯერა. არაფერი ისე არ ხდება. კარგად მძინავს ხუთაშორის აქაც გადმოვედი. ან შეიძლება ძალიან დაღლილი ვარ იმდენად რომ უბრალოდ ვითიშები, არ ვიცი. და როცა მეღვიძება, უბრალოდ ეს გრძნობა მოკლე სად ვარ. ვერ ხვდები ხოლმე ხანდახან, იმიტომ რომ ეს იქ ისე ვიყავი მიჩვეული, დილით რო ვდგებოდი, ეზოში რო გავდიოდი. მე მიყვარდება ის ადგილები. შეიძლება ეს უფრო კომფორტულია ყველაფერი აფასანა, სამსახიობო მოწესრიგებულია, რომ არ დაგეზარება, რაღაცის გაკეთება, რაღაცა, მაგრამ მიყვარდება ის ადგილები, სადაც ვარ ხოლმე. და მერე მიჭირს. წავედი მაგალითად. ბედნიერ საღამოს გისურვებთ, ბედნიერ დღეს გისურვებთ, თუ დღისით უყურებთ, ან დილით უყურებთ, ბედნიერ დილას გისურვებთ. კარგ ადამიანებს, ერთგულ ადამიანებს, გულისხმიერ და კარგ ადამიანებს გისურვებთ, სადაც არ უნდა წახვიდეთ. დროებით მადლობა, ვინც მეყურეთ.